ქუთაისის პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტის 156 წლის შენობის კედლებში დაფარული უნიკალური ძველი არქიტექტურა აღმოაჩინეს. შენობის კედლებში ძველი არქიტექტურა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ახლანდელმა მფლობელებმა ევროპული სტანდარტებით მისი გარემონტება დაიწყეს. ნაგებობის მესაკუთრის მანანა ჯულაყიძის თქმით, სამუშაოების დაწყებისთანავე დაწუნდნენ, რომ მათ წინ უნიკალური სილამაზე იმალებოდა. გვინდოდა ევრორემონტი გავუკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან დაზიანებული იყო. კედლები იყო საკმაოდ დაახლოებით 40 სანტიმეტრი, 30, ესენი იყო ასე შეღებილი, სხვადასხვა დროს. როდესაც ჩამოიყარა ეს ნაგავი და ქვემოთ კიდევ გრანიტი იყო დაგებული, ეს გრანიტი, როდესაც ავიღეთ, უნიკალური თეთრი ქვა დაგვხვდა ქვევით, კედლები აი ესეთი ლამაზი, ესეთი საოცარი არქიტექტურით. შენობის სარდაფით 15 ერთმანეთისაგან განსხვავებული დარბაზისგან შედგება. თითოეულ დარბაზს თავისი დანიშნულება აქვს. ერთ-ერთ მათგანში კი ნაგებობის მუზეუმი უნდა განთავსდეს. სულ მეგონა, რომ ასეთ ნაგებობებში უნდა იყოს მუზეუმი ან რაღაც მსგავსი. ქუთაისში ჩამოსული მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებისთვის ისტორიულ შენობაში მიღება ხშირად იმართება. ასე იყო წლების წინაც. ისტორიკოსი მერაბ კეზელაძე არქივის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქუთაისში ვიზიტებმყოფი რუსეთის ორი იმპერატორის მიღება მაშინდელმა ინტელიგენციამ სწორედ ამ შენობაში გამართა. 1871 წელს სტუმრობდა ქუთაის იმპერატორი ალექსანდრე მეორე, ხოლო 1988 წლის 12 ოქტომბერს იმპერატორი ალექსანდრე მესამე. არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით შენობა სოლომონ პირველის შვილიშვილმა და აკაკი წერეთლის ბიძამ გიორგი აბაშიძემ 1868 წელს ააგო. სახლის მეორე სართული 40 წლის განმავლობაში იმერეთის გუბერნატორების საცხოვრებელს წარმოადგენდა, რაც დღემდე შემორჩენილი შენობის ერთადერთი ფოტოთიც დასტურდება. სახლი ნაქირავები ჰქონდა ხაზინას ქუთაისის გუბერნატორების საცხოვრებელ ბინად და ეს იყო თითქმის 40 წლის განმავლობაში. 1899 წელს შენობა მარიამ ყაუყჩიშვილმა ქალთა კერძო გიმნაზიისთვის შეიძინა. სასწავლებელმა ფუნქციონირება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შეწყვიტა. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობაში ჰოსპიტალი მოუწყვიათ, ხოლო შემდგომ წლებში ქალაქის მე-17 სკოლამ დაიდო ბინა. თავად მარიამ ყაუყჩიშვილი 1939 წლამდე ამავე შენობაში ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, სადაც არ ესროლა კიდეც.